Closed doors, I'm a fool for your love. სამი კვირა ისევ რას ჩამოვედით ამერიკაში. შემოდგომასთან შედარებით ძალიან თბილი ამინდებია და გადავწყვეტეთ გაგვეკეთებინა ფოტოტური მანჰეტენზე ერთ-ერთ ულამაზეს პარკში. საქმე, რომელიც ყველაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებს ფოტოგრაფია, ამიტომ ყოველთვის მიჭირს არჩევანის გაკეთება ვიდეოსა და ფოტოს შორის. დღეიდან კი გადავწყვიტე, რომ ფოტოები, რომლებსაც ვლოგის დროს მივიღებ, დავურთო ჩემს ვიდეოებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოყვარულის დონეზე გამომდის, მაგრამ აქ ყოფნა მასწავლა ის, რომ საქმე, რომელიც გიყვარს, სფერო, რომელიც სიამოვნებას განიჭებს, არასოდეს უნდა გადადო, გვერდით და ყოველთვის უნდა აკეთო. სწორედ ამიტომ გაგიკვირდებათ და თბილისიდან ჩამოვიტანე ჩემი საყვარელი ფოტოაპარატი და ნახოთ დღეს რა გამომივა. See the world right, you'll never know if you never go. So run away with me and sail out to New York City. And sail out to New York City. And sail out to New York City. Feet up on the dashboard, we're driving with the windows down. Did you forget your phone cord? We're wildin' in the next small town. Dinner at an IHOP, a shower at a truck stop. We'll listen to some Johnny Cash. Take my hand and don't look back, 'cause we're moving on. Pack back here, track is in. Pack back here, in. Drag your backpack here, in. Back coast, hold back. Run away with me, we're on the way to New York City. Take my hand and see, Manhattan never looks so pretty. Travel light and see the world right, you'll never know if you never go. So run away with me and sail out to New York City. And sail out to New York City. ნახევარი საათის წებლის შემდეგ ისევ ერთ და იგივე ადგილას ტრიალებთ ვერბით So run away with me. Stroll the midtown streets and tell me that you don't feel giddy. Lady, როგორი მანქანები? ბევრი ძებლის მერე მაინც ვერ ვიპოვეთ უფასო პარკინგი და ვიპოვეთ ფასიანი მოვედით ბატერი პარკში, რომელიც ძალიან ბევრ ცნობილ ამერიკულ ფილმში გვხვდება, მათ შორის სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ უფასო პარკინგი და დავაყენეთ ფასიან პარკინგში, რომელიც თითოეულში შეყავთ და 1 საათის ღირებულება იყო $25. No. That's good. ეს პირბადები ძალიან ერებს მიშლის, ძალიან მიშლის.
ზოგადად აქაურ ცხოვრებაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ მე სულირთი წელია რაც აქ ვარ და ისიც ისეთ რთულ პერიოდში მოგვიწია ყოფნა, რომ ბევრი ადგილის დათვალიერება ვერ მოვასწარით, ამიტომ თქვენთან ერთად ვეცნობი და ვათვალიერებ მეც ყველაფერს. აი ეს პატარა ადგილას რამდენი ფერისია. ჩვენი ვლოგის მიზანი სწორედ ეს იყო, გაგიზიაროთ ყველაფერი, რასაც აქ ვნახავთ და გავეცნობთ. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ თუ რაიმე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში, ან თუ საინტერესო იქნება თქვენთვის, გამიზიაროთ, რა თემაზე გსურთ გავაკეთო შემდეგი ვლოგები და შეძლების დაგვარად ვეცდები მოვიძიო ინფორმაცია, გაგიზიაროთ და გაჩვენოთ ყველაფერი, რაც დაგაინტერესებთ. კატო, აი დედა რა. მივდივართ ისე მანქანასთან დროის სიმციის გამო. ვერ მოვასწარეთ კარგად დათვალიერება, მაგრამ ვეცადე რომ ყველაფერი ჩამეტია კადრებში რაც ნახეთ. ნუ აქ მე ის ვიცხოვრებდი, ახლა ისე არა. აი, ვიცხოვროთ აქ გადმოვიდეთ მაშინ. აუ ეს ხეივანი მომწონს. უბრალოდ, როდესაც ძალიან შორს ხარ საყვარელი ადამიანებისგან და საკუთარი თავის პოვნას ცდილობს სხვა ქვეყანაში, სხვა გარემოში, ვლოგი არის საშუალება ეკონტაქტო ადამიანებს და ის რაც გაკლია ადამიანური ურთიერთობები ამ სახით შეივსო. Vedico, კარგად ერთობი? ეს არის წყლის ქვეშა ვირაბი. დავინავდა და გადმოვედით ისევ ბრუკლინში მივიდიოთ სახლში. ბურგერები დაფრიგინდა? კი, დაიღალე? მგონი ლამაზი ფოტოები გამოვიდა, ცდილობად ნამდვილად ღირდა. მოგეწონათ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ან უბრალოდ სტიმულისთვის დაალაიქოთ ვიდეო.